და ჩვენი თანამგზავრი ალბათ ყველაზე შორეული ქვეყნიდან აქ ჩამოსული ვისაც ფეხი დაუბიჯებია, როგორ არის სწორად? დაუდგამს. ჭალადიდი სრიაჩქონის ნაპირებზე და მიწაზე ეს არის ალან ტორფი. ჩვენი სტუმარი და მას ვკითხავთ მის experiences. So, can you just say in few words about your experience and your feelings and your opinions about this, our journey and the adventure trip? Yeah, I have to say it's an absolutely beautiful place that we've got up here. Very hidden away from city life or small town life, very rural. You've got a lot of wildlife everywhere, a lot of cows and pigs and things running around. But it is tranquil, it's peaceful, it's very, like I said, old school, fashioned and traditional, and that's what makes it such a nice place. It's absolutely lovely, it's fresh air, you've got water and nature all around you. Very worth it. It's absolutely worth the walk it takes to get there. Thank you, Alan. რაც გამოარჩევს ამ ადგილს, ეს არისო ეს განსაკუთრებული სიმშვიდე, ეს განსაკუთრებული მისტიკა და ეს ველური გარემო, რაც დღეს ნაკლებად იპოვი ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს ალანმა დარჩენაც კი იფიქრა ერთი მომენტი ისე მოეწონა ჩვენი სირიაჩქონი. და ჩვენი ბორანი და რიონი. აი განათებული ჭალადიდი. საქართველოს განათებული. აუმარჯოს. გადავყავართ ბორანს დინარის მეორე ნაპირზე, სადაც გოლდება მანქანა და დავიძრებით სახლში. ცოტა ტავახიანები, დაღლილები, მაგრამ ძალიან ბედნიერები და ემოციებით სავსე.